მე მგონი ცოტასგან ერთ-ერთი დარჩით, ვინც ციხეში არ არის თქვენი კოალიციისგან. ხო, ჯერჯერობით ესეა, თუმცა განჩვეულებრივი ამბავი და მოსაუდნელი არის. ჩვენი კოალიციის კიდე ერთი ლიდერია გიგა ლემონჯავა, სულ რამოდენიმე წუთის წინ გამოვიდა მცხეთის იზოლატორიდან, ასე რომ რომელიც ასევე აქტიური იყო ქართული ოცნების წევრების სანქციების საკითხში და თუ სარჩელი ახლა შაქარიშვილმა და კაკაბაძემ დანოსები უბრალოდ სარჩელი ძალიან რბილი ნათქვამია დაწერეს იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც არადემოკრატიული ქმედებებისთვის ქართული ოცნების დასანქცირებას ითხოვდა, ამაში წვლილი ყველას უდევს. მე ვფიქრობ, რომ ყველას, მე აქვე თქვენს ეთერშიც ისე როგორც ნებისმიერ სხვა დროს მithქვავს, ეხლაც ვიმეორებ, რომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან არის სწორი სანქციების და მრავალფეროვანი მათ შორის სანქციების დაწესება იმ ხალხზე, ვინც ამ ქვეყანაში დემოკრატიას კლავს და ჩვენი ქვეყნის მომავალს კლავს, ჩვენ შვილებს არათუ ნორმალური ცხოვრების საშუალებას აძლევს ამ ქვეყანაში, არამედ აიძულებს და პირდაპირ ეუბნება, რომ დატოვონ ქვეყანა, იმიტომ რომ ისინი ფიქრობენ განსხვავებულად, იმიტომ რომ მათ უნდათ თავისუფლება, იმიტომ რომ მათ უნდათ დემოკრატია. როგორ შეიძლება ამ მიმართულებით არ ვიმუშაოთ რომელიმე ჩვენთაგანმა, ან არ იმუშაოს იმ ადამიანმა, ვინც ამ ქვეყნის გულშემატკივარია. რა თქმა უნდა, ეს ხალხი უნდა იყოს დასანქცირებული, რა თქმა უნდა, ეს სანქციები არის დახმარება ქართველი ხალხის და ეს სანქციები არის რეჟიმის დასუსტება და ისინი ამას ძალიან ნერვიულობენ. როგორც ჩანს, ხო, სწორედ ეს არის, რაც კი იძახდნენ მთელი ამ თვეების განმავლობაში, რომ სანქციები არ მუშაობსო, მაგრამ ყველაზე მტკივნეულად სწორედ ეს სანქციები მოხდათ, აბა სხვა დანარჩენი მუშტები ჩვენსკენ მოიშვიეს. რა თქმა უნდა, მუშაობს. გამოითქვა მოსაზრება, გიორგი, რომ ევროკომისიის დასკვნის შემდეგ ეს იყო ქართული ოცნების პასუხი, რომ უარესს ვიზამთ, დაპატიმრებულებს ეუბნება, რომ უნდა ისხდეთ, გარეთ მყოფებს ეუბნება, რომ ჩაქსვამთ და იჭერს მათ, ვინც უკვე დაიჭირა. მე მაინტერესებს, რა იქნება ახლა ოპოზიციის შემდეგი სამოქმედო გეგმა. ფაქტია, რომ რეჟიმს მორიგჯერზე უმტყუნა ნერვებმა და ახალი 30-იანი წლების ახალი რეპრესიული ტალღა ამოქმედა. კი, ნამდვილად ესეა. სანქციების ნაწილს ორი სიტყვით ისე დაუბრუნდები და თან ამოწურავ, ხო, აწუხებთ, რა თქმა უნდა აწუხებთ. ერთია, რომ მათ დიდი შანსია, რომ მნიშვნელოვან ნაწილს ამ რეჟიმის წარმომადგენელთაგან ფინანსური სანქციაც დაედოთ, მაგრამ ამის მიღმა ჩვენ ხო ყველა ვნახეთ, რომ ისინი სახლში ოქროს ზოდებს ინახავენ ძალიან ბევრ მილიონ დოლარებს და ასე შემდეგ და მათ ეს ფული ხო მართლა იმისთვის სჭირდებათ, რომ ის სიკეთეები მიიღონ, რაც აქ ევროკავშირში. შესაბამისად ეს სანქციები მათ რა თქმა უნდა ძალიან აწუხებთ, მათ და მათი ოჯახის წევრებს. რაც შეეხება გუშინდელ ამბავს, ბიძინა ივანიშვილს ალბათ ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ ახლა საქართველოში გასული საუკუნის 30-იანი წლები იყოს და პირდაპირ მნიშვნელობით დახვრიტოს ალბათ ის ადამიანები, ვინც განსხვავებულად აზროვნებს. ეს ხდებოდა მართლა პირდაპირ მნიშვნელობით ეს ხდებოდა გასული საუკუნის 30-იან წლებში და იქ ხრედნენ მაშინ ადამიანებს ესე რაღაცა საფრანგეთის თუ დასავლური სხვა ქვეყნების აგენტების ამ კლიშეები. ცისფერყანწელთა 70%. საუკეთესო ნაწილი ქართული საზოგადოების მაშინ ამ რეპრესიებს შეეწია. ტიციან ტაბიძე, მერე უკვე სხვა მწერლები, მიხეილ ჯავახიშვილი, პეტრე უცხელი მხატვრები, აი ამ მოსწავლე წარმომადგენელი შეეწია. აგენტი, საფრანგეთის აგენტი, იტალიის აგენტი, აი ამ ბრალდებით არის დახვრეტილი. ზუსტად მაქვართ ისევე, ხო უბრალოდ განსხვავებული დროა და ივანიშვილს არ აქვს საშუალება კედელთან მიაყენოს და დახურტოს ადამიანები, მაგრამ მას აქვს საშუალება ოპოზიციას წესით უკვე უნდა კონდეს. კი, მივალ მაგამის. ოღონდ მას აქვს საშუალება გააკეთოს ის, რაც გააკეთა და მე მგონია, რომ ეს არის ბოლო ფაზა, ხო? ყველა პოლიტიკური ლიდერი, მათ შორის უკვე დაჭერილებს, კიდე ახალი ბრალი წარუდგინოთ, აი მელიაზე ვეღარც ვთვლით, ხო უკვე რამდენი ბრალიანები, ყველა მათგანს, დღესასამართლო პროცესი. დღეს იყო მათ შორის მის სასამართლო პროცესი არის, ორშაბათს სასამართლო პროცესი, დღეს არის კიდე დამატებით პროცესი სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად, აი რომელიც უნდა დაიწყოს 7 საათზე და ასე შემდეგ. ოღონდ რატო აკეთებს ამას ივანიშვილი? აკეთებს იმიტომ, რომ თითქოს რაღაც სისუსტე არ გამოავლინოს და თქვას, რომ ცვლილებები ამ ქვეყანაში არის გარდაუვალი და უიმედობა დათესვას ხალხში. პასუხი უნდა იყოს ქართული საზოგადოების სრულიად საპირისპირო. ამა ბრძოლის მეტი мотиваცია უნდა მოქცეს და იმ თავარ კითხვას დაუბრუნდები, რაც თქვენ თქვით. მართლა ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს ქართული საზოგადოების ბრძოლა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. ამაში გულისხმობ ერთობა შეიძლება კი გაცვდა ეს სიტყვა უკვე ბოლო პერიოდის განმავლობაში იმდენჯერ გამოვიყენეთ, მაგრამ მართლა სწორ ერთობას, დემოკრატიული ფრონტის შექმნას ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, ერთიანი წინააღმდეგობის დემოკრატიული ფრონტის შექმნა, სადაც პოლიტიკურ პარტიებთან ერთად უნდა იყოს
სამოქალაქო ჯგუფები, ყველა აქტიური ადამიანი გავაერთიანოთ ის რესურსები, რაც გვაქვს და ჩვენ ვართ ბევრად მეტნი, ვიდრე ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლები, ბევრჯერ მეტნი ვართ მართლა. ჯერ ერთმანეთის კარგად უნდა დავინახოთ და მეორე ორგანიზებული შეტევა უნდა გქონდეს რეჟიმზე. რას გულისხმობ ამაში და ჩვენ ბევრი წელია უკვე ვიძახით, მინიმუმ 2018 წლიდან გვაქვს ეს ფრთოსანი გამონათქვამი დავინახოთ ერთმანეთი. აღარ დადგა დრო ამ 7 წლის განმავლობაში რომ დაგვენახა. ერთი მე მგონია რომ რაღაც ეტაპზე ჩვენ მათ შორის ბოლო თვეების განმავლობაში შევძელით ერთობის იმ ტიპის კონფიგურაციები და ერთად იმ გადაწყვეტილებების მიღება, რომელმაც რეჟიმი დაასუსტა. ესეთი იყო არჩევნების არაღიარება, წულუკიანის კომისიაზე ეგრეთ წოდებულის დარქმევა და ასე შემდეგ. კოორდინირებული მუშაობა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. ამის შედეგია ის, რომ დღეს ყაველაშვილი იხვეწება, რომ აღიარეთ, რომ ლეგიტიმურია ვარო. ამის შედეგია ის, რომ კობახიძე თუ სხვები იხვეწებიან, რომ იქნებ ვიღაცამ ხელი ჩაომართვას. ეს იყო სწორი მუშაობის შედეგი. იყო სამწუხაროდ ვერ მიიღეს ლეგიტიმაცია, მაგრამ სამწუხაროდ ჰქონდა რაღაცა სხვაგვარი მოცემულობებით, მაგალითად ბოლო ეგრეთ წოდებული არჩევნები, სადაც პროდასავლური პარტიათა ნაწილმა გადაწყვიტა ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობის მიღება და დამთავრდა ისე, როგორც დამთავრდა. ხო, რეჟიმი გააძლიერა. სწორედ თვითონ არიან მართლები, რადგან ხელისუფლების დამარცხება მხოლოდ არჩევნებით შეიძლება მოხდეს. ჯერ ერთი მედარწმუნებული ვარ, რომ არიან მართლები, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს? ფაქტია, ხო, ამ დღემ, რომელსაც ეგრეთ წოდებული რაღაცა არჩევნების დღე დაერქვა, რეჟიმი გააძლიერა და პროდასავლურ ფლანგზე სიტუაცია უკეთესობისკენ არ შეცვალა. რატო ვამბობ ამას? იმიტომ რომ ქონდა ერთი მაგალითებიც და მეორეც. ეხლა მართლა მნიშვნელოვანია კიდევ უფრო ფართო გაერთიანება იყოს ამ წინააღმდეგობის ფრონტისა. ოღონდ ეს არა მხოლოდ სასურველია. მინდა გითხრათ, რომ ამ მიმართულებით მუშაობა უკვე მიმდინარეობს, რა ვიცი, უკვე ბევრი დღეა თუ კვირეებია. მათ შორის ჩვენც ძალიან აქტიურად ვართ ამაში ჩართული, სხვა პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად ინტენსიურად ხვდებით სამოქალაქო ჯგუფებს და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არც თუ ისე შორეულ მომავალში, უფრო მალე შეიქმნება იმ ტიპის რეალური ალტერნატივა, რომელიც საზოგადოების ძირითად ნაწილს, რომელიც ივანიშვილის წინააღმდეგ არის, დაუბრუნებს რწმენას იმისა, რომ ბრძოლას ეხლა აქვს აზრი. ეს უნდა იყოს კონკრეტულად რა ალტერნატივა საერთო ოპოზიციურ პლატფორმას გულისხმობთ კონსოლიდაციის ცენტრს, რომელიც სადღაც უკვე იკრიბება ან შეიკრიბება. მოკლედ რა ეტაპზეა ახლა ოპოზიციის ეს საერთო ფრონტის გაშლა ქართული ოცნების წინააღმდეგ? ეს პროდასავლური პარტიების ნაწილი. კი ბატონო, პროდასავლური. მე მგონი მაყურებელს ელოდება დიდი ხანია უკვე. პროდასავლური პარტიების ნაწილი ერთმანეთთან ჭიდროდ თანამშრომლობს, დღეს მათ შორის საერთო განცხადება იქნა გამოქვეყნებული და ეს კარგია. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით მათ შორის პარტიების ნაწილშიც ეს არის გასაგრძელებელი და იმედი მაქვს, რომ ესეც გინ დავინახართ ერთად პროდასავლურ ოპოზიციაში ვის გულისხმობთ ამ პლატფორმაზე. ის ჩვენ კოალიციაში შემოვალი პოლიტიკური პარტიები, ფედერალისტები, იქ არის ევროპული საქართველო, თავისუფლების მოედანი და ასე შემდეგ. ნაციონალური მოძრაობა? ნაციონალური მოძრაობასთან მიმართებაში და ჩვენ კარგი თანამშრომლობის მაგალითები, მე ვფიქრობ, რომ რაღაცა თავის პარტიაში ცოტა უკეთ უნდა გაერკვან, მე მჯერა რომ ნაციონალური მოძრაობა არის იმ ტიპის ადამიანების ერთობა, რომლებთანაც ჩვენ საერთო იდეალები გვაქვს და ამ ბრძოლაში საერთო ერთადაც უნდა ვიყოთ. თუმცა ის განცხადებები რა ბევრი თანამშრომლობა ერთად ქონია და მე იმედი მაქვს, რომ მომავალშიც ესე იქნება, ოღონდ ის განცხადებები თუ Facebook პოსტები, რასაც ვისმენდით თავარი ლიდერისაგან და ლიდერებისაგან ბოლო დღეების განმავლობაში, რა თქმა უნდა, არ იყო სწორი. დღეს სხვა შორის ძალიან კარგი იყო ერთ-ერთ ეთერში თინა ბოკუჩავას პასუხიც მოვისმინეთ ამაზე და მჯერა რომ ნაციონალური მოძრაობა სწორი გზით წავა. ოღონდ მივიდე ბოლომდე. გაიმიჯნა მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებებს, რომელიც იყო შეურაცხყოფელი მათ შორის ჩვენი კოალიციის ლიდერებზე გაკეთებული ბოლოს და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მე დიდ დროს ამაზე არ დავკარგავ. კიდე ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ადამიანურად ძალიან მწუხვარ იმ პოსტის გამო, რომელიც დადო მიშამ, ის რა თქმა უნდა არ იყო სიმართლე და ეს არ იყო მიმართული ერთობისკენ. ჩვენ ყველამ უნდა გავაკეთოთ იმ ტიპის განცხადებები და იმ ტიპის ქმედებები, რომელიც ეხა ერთობისკენ წაგვიყვანს. ვერ მივედი ბოლომდე და მინდა რომ დავასრულო ეს ნაწილი. ერთია პოლიტიკური პარტიები და ეს არის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი კომპონენტი, მაგრამ არანაკლებ შესაძლოა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმ სამოქალაქო ჯგუფებთან ერთად ერთიანი პლატფორმის შექმნა, რომლებიც დგანან რუსთაველზე და რომლებიც, რა ვიცი, უკვე ბევრი თვის განმავლობაში როგორ იბრძვიან რეჟიმის წინააღმდეგ, ყველანი ერთად კარგად ვხედავთ და ამ მიმართულებით მიდის აქტიური მუშაობა. საბოლოო ჯამში სად იკრიბებით, ვინ არის
მთავარი ცენტრი? არის თუ არა ეს სალომე ზურაბიშვილი? ხდება თუ არა ეგრეთ წოდებული ქართული ქარტიის ირგვლივ ისევ გაერთიანება? მათ შორის სალომე ზურაბიშვილი, ჩემი აზრით, არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა, განსაკუთრებით მისი როლი საგარეო ურთიერთობებში არის მნიშვნელოვანი და როცა მე ვამბობ, რომ ეს ერთიანი პლატფორმა უნდა შეიქმნას, მას რამოდენიმე ძირითადი საქმე უნდა კონდეს და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის საგარეო ფრონტზე კოორდინირებული მოქმედებები და აქ რა თქმა უნდა სალომე ზურაბიშვილის როლი, ჩემი აზრით, არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია ის, რომ პროპაგანდის წინააღმდეგ ერთიანად ვიბრძოლოთ ყველამ და ამ მიმართულებით რესურსები იქნეს გაერთიანებული. უამრავი ძალიან გამოცდილი ადამიანია დღეს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული, უბრალოდ ამათი მჭიდრო კოორდინაცია არის საჭირო იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილის რუსულ პროპაგანდას ჩვენ ეფექტურად დაუპირისპირდეთ და ასევე ყველაზე ალბათ მეტად უფრო მსვლელოვანი არის ქუჩის საპროტესტო აქციები და მათ შორის მრავალფეროვანი საპროტესტო აქციები, რომელიც ასევე ერთობლივად უნდა იქნეს დაგეგმილი. მოკლედ, მსგავსი ტიპის სიმძიმის ცენტრის თუ ძალის შექმნას, რომელიც საზოგადოებისათვის იქნება რეალურად აღქმული ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმის ალტერნატივად, მე ველოდები უახლოეს მომავალში და ჯერა რომ ეს იქნება ძალიან ეფექტური საშუალება რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის და ბევრ ადამიანს ვინც რაღაც ამ ბოლო პერიოდის მოვლენებიდან გამომდინარე რაღაცა უიმედობის გრძნობა გაჩენილი ამ ბაცილებს დაამარცხებინებს და ისევ ხელახლა ჩართავს აქტიურ ბრძოლაში რეჟიმის წინააღმდეგ. სხვაგვარად არაფერი გამოგვივა ზუსტად ვიცი. შეფასებისთვის მინდა გკითხოთ, რატომ დასჭირდა ამ ახალი საქმის აღძვრა პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ რეჟიმს? ეს იყო პასუხი ევროკომისიის წინააღმდეგ, ეს იყო პასუხი უწყვეტი პროტესტის წინააღმდეგ, ეს იყო პასუხი იმ კონტურების გამოკვეთის წინააღმდეგ, რომელიც თქვენ ახლა თქვით, ანუ გაერთიანების კონსოლიდაციის რაღაც ფრაგმენტები უკვე ჩანს და როგორც ჩანს ამაზე მუშაობა დაწყებულია და თქვენ უკვე ამის შესახებ ინფორმაციას არ მალავთ, რატომ დასჭირდა ივანიშვილს და მის გუნდს ამის ირგვლივ ახალი საქმის დაწყება? ხო, საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი ეგრეთ წოდებული სარჩელებით შეიძლება ამას დავამატოთ. შესაძლოა ყველაფრისთვის ერთად, მაგრამ მე მაინც ვიმაჩნია, რომ ეს იყო ყველაზე უფრო მეტად ეს იყო პასუხი ევროკავშირის გაფართოების შესაბამისი კომისიის დასკვნაზე, ხო? რომელიც იყო უმძიმესი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისთვის და სადაც ამ დასკვნით ძალიან ნათლად ევროპის კავშირმა უთხრა ქართულ საზოგადოებას, რომ სანამ იქნება რუსული რეჟიმი ხელისუფლებაში, საქართველოს არ აქვს ევროკავშირის პერსპექტივა. ამიტომ, ოღონდ კარგად უნდა გვესმოდეს, ნახევარი წუთი მინდა რაზე აქვს საუბარი. ევროკავშირის პერსპექტივა ჩვენთვის ნიშნავს იმას, რომ გრძელვადიანი პერსპექტივით უსაფრთხოდ და კეთილდღეობით ვცხოვრობთ საკუთარ სახლებში, ქალაქებსა თუ ქვეყანაში. ძალიან დიდი მადლობა.